მოგესალმებით მეგობრებო, ბევრ მომთხოვეთ, რომ შემექმნა ისეთი ვიდეო, რომელიც დაგეხმარებოდათ, რომ ნოლიდან დაგეწყოთ რეალურად უკულელეზე დაკვრა. და რეალურად ჩემი ვიდეოები უმეტესად ეხება ხოლმე ისეთ სიმღერებს, რომლებიც წესით, როდესაც ამ სიმღერებს თქვენ წესით უკულელეს დაკვრა უნდა იცოდეთ უკვე. და შესაბამისად გადავწყვიტე იმათთვის, ვინც ზუსტად ახლა სწავლობს უკულელეს და რეალურად არ იცის აკორდები, არ იცის, ასე ვთქვათ, როგორ უნდა დაუკრას საერთოდ უკულელეზე, თითოეული ნაწილი თუნდაც სიმები, ეს რიტმი როგორ დაამუღამოს, ასე ვთქვათ, ამიტომაც გადავწყვიტე ამასთან დაკავშირებით შემოვიდა მსგავსი ვიდეო. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ზოგადად უკულელეს, მის გამოყენების წესებს, როგორ შეგვიძლია დაკვრა ვისწავლოთ მარტივად და განვიხილავთ აკორდებს, ყველაზე ყველაზე სამმარტივ აკორდს, ჩემი აზრით. სამ აკორდს ჯერჯერობით, რადგანაც ახლა ვიწყებთ, ამიტომაც არ არის საჭირო მაინც და მაინც რაღაც 5-4 აკორდი ვისწავლოთ და განვიხილავთ ამებს და ასევე შემოგთავაზებ ერთ-ერთ ყველაზე უმარტივეს სიმღერას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებოდა რა არის, რომ ყველა მღერის და რეალურად ვფიქრობ, რომ მსგავსი სიმღერა ძალიან ბევრ რაღაცაში გამოგადგება, თუნდაც ის დაკვრა რომ იცოდეთ და თუნდაც ამით რომ დაიწყოთ თქვენი, ასე ვთქვათ, პირველი უკულელეს გაკვეთილი იქნება ალბათ საუკეთესო. მოკლედ, პირველ რიგში აუცილებლად უნდა განვიხილოთ უკულელე, ძალიან გავს გიტარას და ხშირად ერევათ ხოლმე გიტარაში. ეს არ არის გიტარა, ეს არის უკულელე და ისიც მინდა ვთქვა, რომ ხშირად მეკითხებენ კიდეც თუ რა არის საერთოდ ეს საკრავი, რეალურად წარმოუდგენელია ჩემთვის ადამიანმა არ იცოდეს, რომ ეს არის უკულელე, ამიტომაც თუ არ იცით, ეს არის ჩემი ულამაზესი ვიოლეტა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ როდესაც უკულელეს შეიძენთ, აუცილებლად დაარქვათ სახელი, რადგანაც ის უნდა იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი, პირადად ჩემთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი არის და ამიტომაც ეს ლამაზ ბანდი აქვს გოგონა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაარქვათ თქვენს უკულელეს სახელი პირველი დავალება. რაც შეეხება ზოგადად შესწავლაზე რომ გადავიდეთ რეალურად მეკითხებით ხოლმე იმასაც თუ როგორ უნდა გავასწოროთ უკულელე და ამაზე შემოგთავაზებთ ვიდეოს. უკულელეს გასწორება შეგიძლიათ ასე და ამ ვიდეოს შემდეგ იქნება ვიდეო და ასევე ახსნა თუ როგორ უნდა გავასწოროთ უკულელე და უნდა ჩამოტვირთოთ ეს აპლიკაცია მოცემული. ჩამოტვირთავთ ჩვეულებრივ ნებისმიერი სახის მოწყობილობაში. ძალიან მარტივად ჩამოიტვირთება და თვითონვე გადაყავთ. შემდეგ უკულელეს ტიპზე, შეიძლება იყოს გადაყვანილი გიტარის ტიპზე, ამიტომაც უნდა გადაიყვანოთ სიტინგებიდან, ანუ სპეციალური ოპშენი არის, სიტინგებიდან გადაიყვანოთ უკულელეზე და შემდეგ გამოიტანოს 4 სიმს, ანუ უკულელეს აქვს 4 სიმი, ეს არის G, C, E და A. ანუ ავყვეთ G, C, E და A. 4 სიმი. და წესით გასწორებული უკულელე უნდა ჟღერდეს ასე. G, C, ასე უნდა ჟღერდეს, რეალურად ასე სწორდება უკულელე. მის გასწორების მარტივი ხერხი არის ამ აპლიკაციის ჩამოწერა, იმიტომ რომ მე ძალიან მიმარტივდება, როგორც კი დაიწყებთ პრაქტიკას, ან თუნდაც რაღაც სიმღერას, სანამ დაიწყებთ, აუცილებლად გასწორებთ თქვენი უკულელე, რადგან შეიძლება არ იყოს გასწორებული და ამან შეგიშალოთ ხელი. თავი რომ არ შეგაწყინოთ უკულელეზე საუბრით, რაც ისეთ თემებზე, ასევე რომლებიც უკვე რეალურად იცით და აღარ არის საჭირო ამაზე საუბარი, გადავიდეთ სიმღერის შესწავლაზე და ეს სიმღერა არის დამოუკიდებელი სიმღერის სახელი, მაგრამ ეს სიმღერა იმღერება ყველა დაბადების დღეზე. ესე იგი, ეს არის რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, იმიტომ რომ დღეს შენი დაბადების დღეა. კარგით, მოკლედ, ამისთვის დაგჭირდება სულ 3 აკორდი, როგორც უკვე აღნიშნე და ეს 3 აკორდი არის. პირველი C მაჟორი, მეორე აკორდი, თუ კარგად ახსოვს არის F მაჟორი და G მაჟორი. ავწყოთ, მოკლედ C მაჟორი. ასე უნდა ჟღერდეს. ამით ვიწყებთ სიმღერას, შემდეგ დაგჭირდება აუცილებლად F მაჟორი, რომელიც აი აქ. ეს უნდა ჟღერდეს F მაჟორი. მესამე შეტრებით უფრო რთული, რადგანაც 3 თითის დადება არის საჭირო სიმზე, ამიტომაც ამას ვეძახით G მაჟორს.
პირველ რიგში ჯობია რომ ჯერ ჩამოსმები გავაკეთოთ და რიტმს მერე გაჩვენებთ და მოგასმენინებთ როგორ უნდა გავაკეთოთ რიტმი. მოკლედ ეს არის მოდელს ჩამოსვა. შეძს ამაზე იوارჯიშოთ ხოლმე, ანუ გულისხმობ აკორდების გადასვლაზე. ესე იგი C, G, F, G, C, C, G, F, G, C. მე აკორდები გჭირდება რეალურად და ვიმღერებთ სიმღერას. მოემზადეთ. შეეცადეთ რომ თითოეული სიმღერის ნაწილს, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე აქაც დაიწერება, რომელი აკორდები გჭირდებათ და მეც ნელა გავაკეთებ, ისე რომ თქვენც ამიყოლოთ მარტივად და თითოეულ ნაწილს განვიხილავთ ცალ-ცალკე. ანუ და შემდეგ გადავდივართ როგორც კი დღე აიწყება, უკვე უნდა იყოს G მაჟორზე, ანუ ვიწყებთ C-ით, გადავდივართ G-ზე, G-ზე ვჩერდებით და მერე ისევ C-ით. ანუ ზოგადად ეს არის ხოლმე სიმღერებში, აკორდითაც ვიწყებთ, იმ აკორდზე ვასრულებთ. და როდესაც C-ით ვიწყებთ ხოლმე, უჭველ შემთხვევაში ვასრულებთ ხოლმე C-ზევე, ანუ და ახლა გაჩვენებ. C-ს დავიწყეთ რა ლამაზი დღეა. G-ზე გადავედით, G-ზე ვჩერდებით რანათელი ძეა. C-ზე ვასრულებთ იმიტომ რომ დღეს შენი როგორც კი შენს ვიწყებთ, გადავდივართ F-ზე, აი აქ. ამისთვის ვიყენებ ბერათიც და აი ამ საჩვენებელთიც. იმიტომ რომ დღეს შენი დაბადების G-ზე გადავდივართ. ანუ დავასრულოთ ისევ C-ზე. ეს არის იგი. C, რანათელი, G-ზე ვჩერდებით. C-ზე გადავდივართ უკან. იმიტომ რომ C-ით ვიწყებთ დღეს შენი. F-ზე გადავდივართ, როგორც კი შენი იწყება. დაბადების G-ზე გავიარეთ ანუ პირველი ნაწილი. ასე თქვა პირველი სტადია და რიტმში არ ჩაგვისვავს ეს სიმღერა. ახლა უნდა ჩავსვათ რიტმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სიმღერას შესაბამისი რიტმი უნდა შევუწყოთ. შესაბამისად, როდესაც მე ვუკრავდი თავიდან, ეს რიტმში არიჯდა, ანუ გულისხმობ ამას. რა ლამაზი დღეა. ანუ ეს არის დამოკიდებული ჩემზე. თუ მე ავასწრაფებ რამდენი ძეა დამოკიდებული ჩემზე, ანუ მე თუ ავასწრაფებ, შესაბამისად უკულელეც უნდა ავასწრაფო, მაგრამ ერთი გარკვეული სტაბილური რიტმი არ მაქვს. ეს არ უნდა იყოს ხან უცებ სწრაფი, ხან უცებ ჩქარი, ხან უცებ ნელი, უნდა იყოს სტაბილური და პერმანენტულში გულისხმობ იმას, რომ ანუ ესე უნდა იყოს, აი. და არა ესე. სტაბილური. ალბათ მიხვდებით. ამის თქმა უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ მაინც ვიძახებ, ბევრ რაღაცას ვიძახებ. გადავიდეთ მთავარ ნაწილზე, როდესაც შევაჯამებთ ამ მთლიან სიმღერას, რიტმში ჩავსვავთ, სიტყვებზე ზუსტად გადავალთ აკორდებზე და მთლიანობის შესაძლოა ხოლმე საჭირო. დავიწყოთ. პირველ რიგში ვაკეთებთ შესავალს. თუ ვერ ხედავთ, ანუ ჯერ არის ორი ჩამოსმა. ანუ ორი ჩამოსმა, ორი ასმა, ჩამოსმა, ასმა. ორი ჩამოსმა, ქვემოთ, ორი ასმა, ზემოთ, ჩამოსმა, ამოსმა. ეს უნდა იყოს რიტმი და მე უკვე მონაცვლეობაში ესე არის.
ნაკლებად იც რომ დაუკვირდეთ, პირველად არის ჩამოსმა ვიწყებთ C მაჟორით ისევ. ეს როდესაც თუ გსურთ, ზუსტად იგივე არის, უბრალოდ იცვლება სიტყვები და მათი გამოთქმა. როდესაც ვიმღეროთ თუნდაც და ქართულადაც ვიმღეროთ, მაგრამ ქართული უფრო ჯობს. დავიწყოთ. სიმღერა არ არის დიდი ტექსტი, არ არის ბევრი აკორდი, არის მხოლოდ 3 აკორდი და როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი არის პრაქტიკა, მთავარი არის თუ რამდენს იوارჯიშებთ, რაც უფრო მეც იوارჯიშებთ, რეალურად უფრო გაგიმარტივდებათ დაკვრა და უფრო მარტივად გადახვალთ აკორდიდან აკორდში. თავიდან მეც მიჭირდა ხოლმე და მაგალითად C-ზე რომ ვიყავი ხოლმე, შემდეგ უცებ აი G-ზე გადახტომა იყო რაღაც კატასტროფა და F-ზე საერთოდ. ასე რომ რაც უფრო მეც იوارჯიშებთ და რაც უფრო მეტად ხშირად გადაცვლით ხოლმე აკორდებს, ანუ ერთი აკორდიდან მეორეზე გადახტებით, უფრო პრაქტიკაშიც გაგიჯდებათ და მარტივად ისწავლით ნებისმიერი სიმღერის დაკვრას. ეს იყო პირველი უპირველესი გაკვეთილი ალბათ და უპირველესი სიმღერა, რომელსაც ნებისმიერ დაბადების დღეში დაუკრავთ და ნებისმიერ იუბილარს გავუხარებთ გულს. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში სხვა რომელი სიმღერის, ასე ვთქვათ, ვიდეო მიგინდათ რომ ჩავწერო და რომელი სიმღერა გსურთ რომ ისწავლოთ და ფიქრობთ რომ არის მარტივი, ან თუნდაც ფიქრობთ რომ არის რთული და არ იცით როგორ დაუკრათ, თუ ვინმე სურს რომ მხოლოდ სიმღერის დაკვრას უყუროს და რომ პირდაპირ ისწავლოს ეს სიმღერა და არ არის საჭირო მისთვის მაგალითად ესეთი დაშლილი ძალიან დანაწევრებული ახსნა და ყველაფერი, რეალურად მათთვისაც მარტივი იქნება, ან თუ მინდათ რომ ორ ხმაში იმღეროთ, რეალურად ესეთი ვიდეო ალბათ უფრო გამოგადგებათ, ვიდრე ის რომ მე დანაწევრებულად ვჩერდები და ვსაუბრობ თითო აკორდზე და თითო ტექსტზე, ანუ როგორ უნდა გადაყვეტით. ამიტომაც ამ სიმღერისთვისაც ცალკე დავდებ ვიდეოს და იმედია მაზეც განიხილოთ და ნახავთ, ასე რომ წარმატებებს გიძღვრებთ ნახვამდის.